ჩერი, გაიღვიძე, სწრაფად. რა ხდება? სკოლაში დასვლისით ჩამეძინა? დილის 3 საათია, რატომ დამაღვიძე? შეხედე რა მაქვს, ეს ბალერინა კაპუჩინას ოჯახზე გადაღებული ფილმია დისკზე. არ ვიცოდი რომ მათზე ფილმი არსებობდა. იცი საიდან მაქვს? თავად კაპუჩინო ასასინო მომიტანა. ალბათ ხუმრობ, სახლში ფარული კამერაა. მან ის ვიდეოზე დააფიქსირა. მაჩვენე, ხედავ? ის არის ჩემს სახლში. პირდაპირ ჩემს გვერდით ჩაიარა და მისი ნაბიჯების ხმა არც კი გამიგია. ახლა ის ზემოთ ადის, სადაც ჩემი ოთახია. ის სინამდვილეში ჩემს ოთახში იყო. მან ფილმის დისკი მართლაც იქ დატოვა. კარი მაგრად მიხურა, სწორედ ამან გამაღვიძა. გონი მას სურსომ ეს ფილმი ვნახოთ. კარგი, მაშინ ახლობე ვუყუროთ. რა მოხდება თუ ის საშიში ფილმია? გარეკანზე 12+ აწერია. ასე რომ ის ჩვენთვის უსაფრთხოა. ანუ ის საშიში არ არის? კარგი, შენ ჩართე. მე პოპკორნს მოვიტან. დავბრუნდი და პოპკორნიც მაქვს. დავიწყოთ ფილმი. მას კაპუჩინას ოჯახი ჰქვია. რა საყვარლები არიან ბალერინა კაპუჩინას პატარები. ეს პატარა კაპუჩინო ასასინოა და ეს პაწაწინა ბალერინაა. დედას გავს. ისინი საყვარლები არიან. მაინტერესებს რა სტოპარს უკითხავს მათ. იქნებ ბომბარდირო კროკოდილოს? რა? ეს მათ შეაშინებდა. შეხედე რა მშვიდად ძინავთ. კარგი. გონი ნინძებზე უკითხავს რაღაცას, რათა ისინი კაპუჩინო ასასინოები გაიზარდნონ. ბალეტზე კითხულობს. ამიტომ ისინი კაპუჩინა ბალერინებად გაიზრდებიან. მართალი ვიყავი. პატარა ბალერინას თავგადასავლებზე კითხულობს. ბალერინამ პრინცესებისთვის სასახლე იპოვა და იქ ცხოვრება გადაწყვიტა. იქ მას შეეძლო გემრიელი ყავის დალევა და ლამაზი კაბების ჩაცმა. მას შეეძლო სცენაზე ინტენიეთ ცეკვა, რამდენიც სურდა. არა, რა დაემართა სასახლეს? აღარ არის ისეთი, როგორიც ადრე იყო. ძალიან ცუდია. მისი კაბა ნაკუწებად იქცა. ულამაზესი სასახლე მხოლოდ ხაფანგი იყო მის შესატყუებლად. საშინელი ურჩხულები მას სიბრტყილიდან აკვირდებიან. ის სწრაფად უნდა გაიქცეს. სწრაფად. გაიქეცი, პატარა ბალერინა. გაიქეცი. როგორც იქნა, ის ამ საშინელი ადგილიდან გამოვიდა, მაგრამ წინ ბნელი საშიში ტყეელის. მოიცა. იქნებ ეს მას სახლიდან მიმოვალი გზის პოვნაში დაეხმაროს? მისი შუკი მას წიწა უძღვება და გზას აჩვენებს. მასთან ერთად მას არაფრის ეშინია. სასახლის მსგავსად დიდრული არ არის, მაგრამ მყუდრო და უსაფრთხოა. მას ყოველთვის გემრიელი ყავა ელოდება. სამეფო სასახლეზე უკეთესიც კი. თავის პატარა სახლში ბალერინა ბედნიერად ცხოვრობდა. დასასრული. პატარებს ძინავთ. ბალერინამაც უნდა დაიძინოს მალე. ეს ბანდიტო ბობრიტოა. რას აკეთებს აქ? ის კარგს ნამდვილად არაფერს არ აპირებს. ის ბავშვებს ამეც არ დაუშავებს, არა? არა. ის პატარა ბალერინას იტაცებს. საშინელებაა. უნდა შეაჩერონ. სწრაფად, მას შეუძლია მისი დაჭერა. რატომ არ მისდევს მას? ბანდიტოს მარტო დამარცხება არ შეუძლია. დახმარება რჭირდება. პატარა ასასინი მშიარია, როგორც ჩანს კაპუჩინო უნდა. გემრიელი უნდა იყოს. სიამოვნებით გავსინჯავდი. დედა! ვი! გაიგე? მან თქვა დედა. მისი პირველი სიტყვა. ეს ისეთი საყვარელია. მას სურს ამის გადაღება. მიდი პატარავ, კიდევ ერთხელ თქვი დედა. დას გადავარჩენ და ბანდიტო ბობრიტოს გავანადგურე. ის გაიზარდა. ახლა ზრდასრული ადამიანია. ალბათ რაღაც ჯადოსნუ ვიყავა. ახლა ის ნამდვილად კაპუჩინო ასასინოა. მისი დის გადასარჩენად იბრძოლებს. საიდუმლო იმ სასმელშია, რომელსაც დედამისი მისთვის ამზადებს. ეს ჯოხია? ბანდიტო ბობრიტოს ამით ვერ მოერევა. ნამდვილი იარაღი სჭირდება. მოიცადეთ, დედამის ერთი იდეა აქვს. რას ამზადებს ის მისთვის? ნამდვილ ხმალს, კატანას. კაპუჩინო ასასინოსთვის იდეალური იარაღია.
ახლა ის აუცილებლად გაიმარჯვებს. მან ბანდიტო ერთი დარტყმით გაანადგურა. ყოჩა ასასინო დადგა დრო, მან უნდა იპოვოს თავისი და სახლში დააბრუნოს. წარმატებები კაპუჩინო ასასინო. მოიცა, ეს ის პატარა ბალერინა? ის მას სამიზნედ იყენებს. ო, არა, ვერ ვუყურე. ყოჩა ასასინო. მან თავისი და გადაარჩინა. ის კარგადაა? შეხედე, როგორ იგერიებს ტყვიებს ხმნით. მორჩა ბანდი, მარის დაინდო? ნამდვილი გმირია. გაიკეცი შიშარა და აღარ დაბრუნდე. ოჯახი ისევ ერთადაა. მიყვარს ბედნიერი დასასრული. მან დედამის ბანდიტო ბობრიტო სამულეტი აჩუქა. სრულიად დაიმსახურა. შეხედე, ის ისევ ბავშვად გადაიქცა. ჯადოსნური კაპუჩინოს ეფექტი დასრულდა. ისეთი მაგარი ფილმი იყო. ძალიან მომეწონა. კაპუჩინო ასასინოს უნდა უთხრათ, რომ ის შესანიშნავი იყო. მოიცა, გესმის? გონი სახლში ვიღაცაა. ამელკა, შეხედე. ეს ტრალალილოტრავალბა. რას აკეთებს აქ? გამიგია რომ ვიკენდები ყოველთვის მშვიდები არიან. თუ მას არ გამოგვებავთ, განწირულები ვიქნებით. პოპკორნი ისევ გვაქვს? კი, აიღე. უბრალოდ არ შევჭამო. ამელკა, შეხედე, რაღაც დაგვიტოვა. ეს დისკია. მას ტრალალილო ტრალალას ჩნიანი ქვია. ნამდვილი საშინელებათა ფილმია. აუცილებლად უნდა უყუროთ. ეს დისკი 18+-ია, ასე რომ საშიში უნდა იყოს. დისკი ჩადე, მე კი ახალ პოპკორნს მოვიტან. ზადვარ, დავიწყოთ ყურება. ეს შპიონერო გოლუბიროა. როგორც ჩანს თევზაობს. საინტერესოა, რას დაიჭერს? პატარას ვიგენი დაიჭირა. ო, არა, მეწოდება. არ შეჭამს არა? მან მეგობრებისთვის ფოტოები გადაიღო. მართლა უნდა მისი ჭამა? სათაური არ ნახე? ტრალალილოს წვნიანი, ხუმრობა მეგონა. შეხედე, ეს ნამდვილი ტრალალილოა. შპიონერო ინანებს, რომ მისი ჭამა მოუნდება. მალე ის თავად იქნება ვახშამი. კაპუჩინო ასასინო ამ ფილმშიცაა? ის გარეკანზე არ იყო. ის შპიონერო გოლუბიროსთან მეგობრობს. რა კოშმარია, საწყარი შპიონერო. მან ეს დაიმსახურა. პატარას ვიგენებს არ უნდა ეხუმრო. ასასინო გაიქეცი, საფრთხეში ხარ. ამელკა მას არ ესმის. მან ეს გააკეთა, ყოჩა. მოიცა, მან მისგან წვნიანი მოამზადა? ბალერინას საჭამა? რა საშინელება? ეს ქათამია, არა? ეს შპიონერო გოლუბიროა. მან მოამზადა იგი. მეგონა რომ შპიონერო გოლუბირო მისი მეგობარი იყო, მაგრამ მან ის შეჭამა. ტრალალილოზე უკეთესი არაფრითაა. ბოლო ფილმში ასასინო უფრო მომეწონა. ისი გმირი იყო. იქნებ მიმების სამყაროში ეს ნორმალურია? მეგობრების ჭამა. ამელკა, ვინმე სელოდები? არა, შემოდი. ეს თუნთუნ საჰურია. რას აკეთებს აქ? შეხედე, მის ჯოხს რანაც დაემართა. აქ დამელოდე. ამელკა, ფრთხილად იყავი. შეხედე, მისი ჯოხი გაიბზარა. გონი უნდა რომ შევაკეთოთ, მაგრამ როგორ? იდეა მაქვს, ჯოხი დაიჭირე.
აი ასე, თითქმის ახალი ვითაა. შეგიძლია ბეისბოლის თამაში წლების განმავლობაში. მისმინე, მან ახალი ფილმი დაგვიტოვა. ის ბონეკა ამბალაბუზია. 20+ აწერია. ალბათ ძალიან საშიშია. კარგი, მოდი ახლა რა ვუყუროთ. საწყალ ბონეკას არავინ ხავს, ვისთან ერთადაც ცეკვაზე წავა. მას პარტნიორი არ ყავს, რა სამწუხაროა. ბომბარდირო ბროკოდილო. არ ვიცოდი რომ ის ამ ფილმში ითამაშებდა. მეგობრები არიან? ეს მოულოდნელია. მაინტერესებს, რას აპირებს ის ამ ხის მორით? ვაუ, მან პატარა თუნთუს სახური შექმნა. როგორც ჩანს, ის ბავშვი ბონეკასთვის გადაჭინა. ეს მისი ცეკვის პარტნიორია. ის ძალიან პატარაა, ცეკვას ვერ შეძლებს. კარგი, ბომბარდირო კროკოდილო არ ნემდება. რა გეგმა აქვს? ის გაიზარდა, ახლა მას ცეკვა შეუძლია. ეს ერთი ნახვით შეყვარებაა. ის მორცხვია, რა საყვარელია. ისინი ერთად ჩვენიურად გამოიყურებიან. ჩემთვის ისინი უცნაური წვლილია. მიხარია. ახლა მას შეუძლია ცეკვაზე წავიდეს. არა, რა მოხდა? რატომ ტირის ბონეკა? სად არის თუნთუს სახური? რატომ არ არის მასთან? აი, ისინი ერთად დადიან ცეკვაზე. სახურმა რაღაც დაინახა. მოიცოდე? შეუძლებელია. მან ბონეკა ბეისბოლის ჯოხის გამო დატოვა. გითხარი, თუნთუს სახური მისთვის შესაფერისი არ იყო. რა კოშმარია, ის ნამდვილი ფსიქოპატია. თუნთუს სახური, ის გადაიქცა ვუდუ სახურად. საწყალი ბონეკა, ძალიან მეწოდება. ცეკვაზე ვერასდროს მივიდა. შეხედე, ბომბარდიროს ახალი გეგმა აქვს. მართლა უნდა ბონეკასთან ცეკვა? ისინი ერთად კარგად გამოიყურებიან. ორივე მწვანეა და წყალი უყვართ. ვუდუ სახური დაბრუნდა. ბომბარდირო, რამე მოიმოქმედე. მანის ბომბი დააფეთქა, როგორც ნამდვილმა ბომბარდირო კროკოდილომ. ვუდუ სახური წავიდა და ახლა ბონეკა ბომბარდიროსთან ერთად წავა ცეკვაზე. მიხარია, რომ მას თუნთუს სახურთან ერთად ყოფნა არ მოუწია. მათ ყველა დასცინებდა. ამის სუნს გზნობ, ბურგერების და კარტოფილის სუნი აქვს. კი, სუნს გზნობ. ჰეპი მილი დაგვიტოვეს. გავხსნათ, რა მოხდება თუ ეს ხაფანგია? ეს უბრალოდ ჰეპი მილია, არაფერია საშიში. შეხედე, გემრიელი ბურგერია, მოუწმენათველი მის გასინჯვას, უცნაურად გამოიყურება. ჯობია არ შეჭამო. ო, გაჩერდი, ყველაფერი კარგად იქნება. ამბელკა, რამ ჭირს თავზე? ო, არა, გითხარი რომ არ შეგეჭამა. გააკეთე რამე, მოიცა, დავფიქრდე. ვიცი. აი, დალიე ეს გრიმას შეიკი, თავს მაშინვე უკეთ იგრძნობ.
ო, მადლობა ამილკა. საიდან გქონდა სახში გრიმას შეიკი? მე თვითონ დავაკეთე. ეს Happy Meal უნდა მოვაშოროთ. მასში არსებული საჭმელი დაწყევლილია, მაგრამ მოიცა, მინდა ვნახო რა სათამაშოა შიგნით. ეს ფილმის დისკია. აბა, ნახოთ. და ის გრიმასია. ამილკა, შეხედე, 100+ აწერია. ეს ნიშნავს, რომ მისი ყურება მხოლოდ 100 წელზე უფროსი ადამიანებისთვის არის შესაძლებელი. ეს ისეთი უცნაურია. ყველა სხვა ფილმი მიმებზე იყო დაფუძნებული, მაგრამ ეს ფილმი ასე არ არის. საინტერესოა. ვინ დაგვიტოვა ეს Happy Meal? იქნებ ფილმი გვეტყვის? ნახოთ. ეს გრიმბას მონსტრია. შეიქს მისი სახელი ჰქვია. შეხედე, მასაც აქვს Happy Meal. ჩვენსავით. ახლა მისი თავი Happy Meal-ად გადაიქცევა. არა, ასეთი ბურგერები მონსტრებს არ ავნებს. ახლა ნამდვილად შემიძლია კარტოფილი ფრიშე ვჭამო. სათამაშო სადაა? საწავიდა? ვაუ, ეს პატარა Happy Meal მენია. როგორც ჩანს ის ჩუმად გადმოხდა 5-დან. რას იზამს გრიმასი? კიდევ ერთი Happy Meal-ის კაცი, მაგრამ ეს დასრული ადამიანია. იქნებ ეს მისი დედა ან მამა? როგორც ჩანს პატარას წასვლა არ უნდა. ო, არა, რას აკეთებს ეს Happy Meal? მას უნდა რომ ტრალალედო ტრალალა საჭამოს. იჩქარე გრიმას, გადაარჩინე. სწრაფად, დიახ, ბავშვი უსაფრთხოდაა. თუმცა როგორც ჩანს, ტრალალედო მშიერი არ დარჩება. მეგონა მისი ჩონჩხი კარტოფილი ფრისგან იქნებოდა დამზადებული. ახლა გრიმასი ბავშვს საყვარელი სათამაშოდ იამშვიდებს. Happy Meal-ის კაცი გადარჩა? რაღაც რიგზე არ არის. ეს სხვა არის. ეს ბავშვია, ის გაიზარდა. გაიქეცი გრიმას, გაიქეცი. რა მოხდა? საიდან გაჩნდა ეს გრიმას შეიკი? მოიცა. გრიმასისგან გრიმას შეიკი გააკეთა? მეგონა რომ ეს კარგი ფილმი იქნებოდა. ასეთ დასასრულს არ ველოდი. სხვებს ბედნიერი დასასრული ჰქონდათ, მაგრამ ამას არა. გონი დღეისთვის საკმარის ფილმებს უყურეთ. მართალია, არ ამგონია რომ ამ ყველაფრის მერე მარტივად დავიძინო. რა არის ეს? ამილკა, ეს არ მომწონს. ეს ის არის, Happy Meal მენი. ის ნამდვილია. დავქნათ? არ ვიცი, იქნებ პოპკორნი ან გრიმას შეიკი უნდა? მოიცა, გრიმას შეიკი არ გვაქვს, მხოლოდ ეს დისკები გვაქვს. ჰეი, ამილკა, აქეთ გაიხედე. კაპუჩინო ასასინომ კატანა დაგვიტოვა. მისი გამოყენებით შეგვიძლია რომ Happy Meal მენი შევაჩეროთ. ვაუ, როგორც ჩანს კატანამ კაპუჩინოს ძალა მისცა ამილკას. ოჩახ, შენ გადაგვარჩინე. კაპუჩინო ასასინოს ძალამ გადაგვარჩინა. იცოდა რომ ამ ბურჩხულს შევხვდებოდით. სწორედ ამიტომ დაგვიტოვა ხმალი. ამილკა, შეხედე ამას. ასეთი უცნაური Happy Meal აქამდე არასდროს მინახავს. გასახსენად საჭიროა 10,000 ლაიკი. ბავშვებო, მის გახსნაში ხელი დახმარება გჭირდება. როდესაც საკმარის ლაიქებს დავაგროვებთ, გავარკვევთ რა არის შიგნით. სხვა ვიდეოში გავხსნით. ასე რომ არ დაგავიწყდეთ ჩვენი არხის გამოწერა და კომენტარებში დაწერეთ, რომელი მიმი მოგეწონათ ყველაზე მეტად. ნახვამდის ყველას!